მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო. ამ ზიან ლამაზ დღეს შემოდგომის, ოქროსფერი შემოდგომის ბრწყინვალე დღეს შევიკრიბეთ უკვე მე-14-ად იმისათვის, რათა ერთად ვიზეიმოთ შემოდგომის დღესასწაული, შემოდგომის ფესტივალი. შემოდგომის ფესტივალი, რომელიც დაფუძნდა 2012 წელს მისი უწმიდესობის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით. თითქმის ყოველწლიურად ტარდება ოქტომბრის ბოლოს. აქ თავს იყრიან ჩვენი სკოლის მოსწავლეები, მოსწავლეთა მშობლები, პედაგოგები, თანამშრომლები, ტბელაბუსერისის სახელობის ტაძრის მრევლი, ასევე სტუმრები, საზოგადოების გამოჩენილი მოღვაწეები, სასულიერო პირები. დღეს თქვენ წინაშე წარსდგებიან ჩვენი სკოლა გიმნაზიისა და ხელოვნების სკოლის მოსწავლეები თავიანთი შემოქმედებით. თითქმის მთელი საქართველო არის წარმოდგენილი აქ, ყველა კუთხე საქართველოს. ზიანი დღეს დაემთხვა დღევანდელ დღეს. საზეიმო განწყობა არის ირგვლივ და მიკროფონს გადავსვამ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც წარუძღვევიან დღევანდელ საღამოს. მოგესალმებით, ძვირფასო სტუმრებო, პატივცემულო საზოგადოებო. მადლობას გიხდით მობრძანებისთვის და ამ მნიშვნელოვანი დღის სიხარულის გაზიარებისთვის. წელს მე-16-ად აღნიშნავთ შემოდგომის შემობრძანებას. მას შემოდგომის ფესტივალი ვუწოდეთ და საყოველთაო ზეიმად ვაქცია. როგორც ჩვენი სკოლის მოსწავლეთა და მშობელთათვის, ასევე მთელი ლოტკინის დასახლებისათვის. წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა გიმნაზია 2009 წელს დაფუძნდა უწმინდესის ლოცვა-კურთხევით. მამა მირიანისა და მისი მეუღლის ნანას პროექტითა და ძალისხმევით. მისი მისია და ხედვა იყო და არის განათლება, ტოლერანტობა, სიყვარული, ხელოვნება და ქართულ მუსლიმან და ქართულ ბავშვების თანაცხოვრება. ამიტომაც აქვს სწავლოთ ფერეიდნელები, ჰერეთელები, ტაუკლარჯელები, აჭარლები, ქართლელები, იმერლები, მეგრელები, სვანები და საქართველოს ყველა კუთხის წარმომადგენელი. სამშობლო როგორც უფალია, ერთია ქვეყანაზე და უფლისა და სამშობლოს ერთმანეთის სიყვარულს ვსწავლობთ აქ. ამიტომაცაა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ჩვენი გიმნაზია, როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე სამხრეთ კავკასიის რეგიონის ისტორიისთვის. აქ ვსწავლობთ ტოლერანტობას, მიმტევებლობას, თანადგომას, თავისუფლებას, დიახ, თავისუფლებას, რომლისთვის ბრძოლა ჩვენი ისტორიის დევიზად იქცა. აქ პატარა საქართველოა, ისეთი როგორზედაც ვოცნებობდით და ვოცნებობთ. საქართველო ნიკოპსიიდან დარუბანდამდე და ოვსეთიდან არეკაწამდე. დღეს აქ რაც ხდება, ამ არემარაზე ყოველი წარმატება, რაც გააჩნია სკოლა გიმნაზიას და ხელოვნების სკოლას, მამა მირიანის დაუზარელი შრომისა და ძალისხმევის შედეგია. სწორედ მისი მონდომება და შემართება იძლევა იმ შედეგს, რომელიც გააჩნია თამარ მეფის სკოლა გიმნაზიას საგანმანათლებლო და კულტურულ სახელოვნებო სივრცეში. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და ჩვენ სადღესასწაულო კონცერტს გახსნილად ვაცხადებთ. აფხაზური ცეკვა ბედიაო ასრულებს ქორეოგრაფიული ანსამბლი არსიანი, პედაგოგები ელელა თურმანიძე და ჯონი დუგლაძე.
შემოდგომა ბეღლებს ჩაბარდა სტუმრებისათვის ლავაშები დახურეს სეფა და ჭავჭავაძე გულბაათი დასვეს სამადად გოლიათი მსმელი კახელთა დასვეს და დაჯდა დაიმშვენა სუფრას გახედა ჩამდნენ ორმწყრივად ჟღალჩოხებში მსმელი კაცები ღვინოს ხუროდათ ღვინის ეშხით ვერ ისვენებდნენ მან ჯერ ულვაში გადიგრიხა ყურებზე უკან მერე პირველმა წესისამებრ ლუკომა გატეხა თასი ასია მიულოსალ ხინი თავადთა და აზარფეშა მფრინველივით გაინავარდა სესუ მოწყალოთ ღვინოები ცეცხლის მქვევლები მერიქიფეებს აღარ შერჩათ ხელში ქვევრები მოფარ დაგულზე გაიშხვარდნენ მსმელი კაცები ლეკურებივით მოისროლეს სველი ყანწები და როცა სუფრას აღარ შერჩა ერთი კაციცა როცა ლავაში დახურული სეფაც დაიცა როცა დაიმსხრა სასმურები და დაილეცა მაშინ გულბაათ ჭავჭავაძე გადაირია როგორც ერთ დროს შედან ჭილაძე და იერში მიიტანა წვრილ ჭილაძე კაცი შობილვარ ეს ცხოვრებას დამილევია დაგაბმულს მასში ჭინჭილით არ დამილევია ბატონიშვილო ეს ჭინჭილა გადაგჭათ მარტო ღვინით შეუსეთ და მოართვით ჭინჭილა ბატონს შეტორტმანებულს ნახევარის არ დაესალა ცხენით წარმოთქვა ეს სოხერი რომ არ გათავდა სანთელს გახედა მოეჩვენა ერთიათა და თვალს დაუბნელდა დაეკარგა მუხლებში ძალა წაი ბორძიკა წაი ფორთხილ წაი ბარბაცა და ნაცოხნარით გაბერილი როგორც კამეჩი აზრდა კარგული გაიშხლარდა შუა ღამეში ჭერი შეინძრა იეტაკამა გაიჭრიჭინა თაიგულივით ხელში შერჩა ჭერელი ჭინჭილა გაჩაღებოდა მაღალაკი თვალი კახულში და სუფრის ბოლოს ხიტკითებდა მთვრალი ბახუსი თითქოს იტყოდა მასპინძელო ეს რა კაცია ქვევრებსან თქავდა და ჭინჭილა მიწა აქცია
ენაზე რა შეედრება ციხე აზრებიცა და სულა ლოცვა ვედრება თრის ვეფხვის კავზე საქართველო მიწის ხდომილი თავს დასდგომია იალბუზი ხელაპყრობილი თითქოს ლოცულობს ცად აღავლენს ხომათა ხავერდებს და საქართველოს ეგრძელობას გამრჩენს ავედრებს თრთის ვენახები თრთის ყანები თრთის გალავნები თრთის საფრავები წმინდანების და ფალავნების ზოგი ციხია შეკივლება ზოგი გაფრენა ზოგს აუშვია ხომალდივით ნისლია ფრებად ზოგი მიამაყილილეოა ზოგიც გასროლა ზოგიც შორინდა ცის და მიწის მოჩანს სასწორად წლებმა იხულა იხوارთ ქალა და ციხეს შეება ხავსად დუმილად ჭილყვავებად და ბუდეებად თვითონაც მთელი საქართველო ერთი ციხია და გილეწია მტერო მაგრამ ვერა გიღია დიდება თქვენდა თოროსანო ბერო მამებო თქვენ შეგინახავთ ენა რჯული ერი სამეფო წიგნებს უსხეთხართ ვენახდება ფოლიანტები და საქართველოს სულ სიკაჟებ გოლიათდები ვინაც ააგო ნიკორწმინდა სვეტი ცხოველი დიდება მისლანს მე არა ვარ მეტის მთხოვნელი კურთხეული იყოს ვინც განსჭვრიტა კლდეში ვარძია სულით განათლდეს ვინც საკვანი მისი არწია ვინაც პირველად დაიმღერა ვეფხვი და მოყრმე იმ გუთნის დედას მზადა ვარ ვეყრმო კირით ხურონო კალატოზნო სტატ შეგირდნო თუ სადმე რამე ცოდოა ჰქონდეთ ღმერთმა შეგინდოთ ო ციხის ლოდო ჩამოშლილო ჩამომსხვრეულო შენ ძვალო ჩემო გატანჯულო ჩემო სხეულო ო გოდოლ ბურჯნო გალავნებო ნაგებო მკრივად ნაბზარი რა ყველა თქვენი ნაკაწრიც მტკივა გამისკდეს მიწა თუ შეგბღალო თუ გივერაგო შენ საქართველოს ფარაბჯარო ჯაჭვის პერანგო ეჰეი სიმღერით ეს სიხადრავს შენი მგოსანი ვაზით და ფრესკით ჩემი მხარე მარადისნობა და საქართველოს ციხეებზე მზის შუბოსანი დგას მეციხოვნეთ მარადისობა
მე მინდა მადლობა უთხრა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორითის კულტურის ცენტრთან არსებულ ბავშვთა ვოკალურ ანსამბლ ბორას მის ხელმძღვანელობას და ჩვენი ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის სახელით მინდა დავაჯილდოო ყველა მონაწილე. ელენე კურტანიძე. მოდი, ცოტა სწრაფად. ფილოსოფი. ანასტასია ბარბახაძე. ერთი წუთი ამაციდებით მე რა უნდა. ოტო ბარბახაძე. ცოტა სწრაფად ვშევო. მარიამ ბარბახაძე. ანდრია მაჩაიძე. მარიამ ციხარიშვილი. ბარბარე ბარბახაძე. ბარბარე. თინა ჭყოიძე. თათია ჭყოიძე. თექლა ჭყოიძე. ლიზა ცუცკირიძე. დათა დათა მოდი დათა. ლიზი ზუმბაძე. მარიამ გოცაძე. პეტრე გოცაძე. პეტრე. თენგო ციხარიშვილი. ელენე სევიშკვერაძე. ელენეს ნინო ბახსაშვილი. მარიამ მაჩაიძე. და ანსამბლ ბორას ხელმძღვანელი მაკა კოდუა. ფილოსოფი. კულტურის ცენტრის დირექტორი შორენა გოგოლაძე. და ბორითის საჯარო სკოლის დირექტორი ბატონი სერგო ლაბაძე. ჩვენ ვართ ძველი თანამებრძოლები ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობიდან. დიდი მადლობა ბორითის კულტურის ცენტრთან არსებულ ანსამბლს. მოგესალმებით, ძვირფასო სტუმრებო, პატივცემულო მასპინძლებო. ეს ლამაზი შემოდგომის დღე მთელი ცხოვრება დარჩება ამ ბავშვების და ჩემ გულში სახსოვრად. უღრმესი მადლობა ამ ლამაზი დღისთვის. მე მგონია, რომ ეს სკოლა-პანსიონი ერთი დიდი ლამაზი ოჯახია. არაჩვეულებრივი ოჯახი, სადაც სტუმრობა ყოველთვის სახალისო იქნება. გისურვებთ შემდგომ წარმატებებს. მიყვარხართ, მიამაყებით მამა მირიან, ფოფოდია ნანა, უღრმესი მადლობა. შემოსანატრელო ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო, ყოფილა დავით მეფე აღმაშენებელი, ყოფილა ნოპიზრები გასაშტერებელი, ყოფილა მოდრეკილი, ყოფილა ცურტაველი, რასაც მოჰყოლია შოთა რუსთაველი, ჩემო მიმინო და ჩემო ფრთანათელო, ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო, ყოფილა ნიკოპსიიდან და რუბანდამდე გაჭენებული და გამოჭენებული, ტოებ გაშლილი და გამოჩინებული, ყოფილა ორ ზღვაშუა აღმოცენებული, ფიე საქართველოს ყოლია ვასლები, თამარს უკრეფია სულ ოქროს ვაშლები, ტევრი გვიწალდია, ისე გვიზარდია, რომ გამზადებულ ვართ ახალ ბიზანტიად, მაგრამ უცაბედად მატლი არეულა, ბორბალი უკუღმა დატრიალებულა, ჩვენთვის მონღოლია პირველი სასჯელი, მონღოლს მოჰყოლია თურქი და სპარსელი, ტურფა საქართველო ყორნებს წაუღიათ, სპარსეთს და ოსმალეთს შუაზე გაუღვიათ, ჩაშლილა თვალი და ჯაჭვი გარღვეულა, იყალთო დაკეთილა გელათი დანგრეულა, ოთხ მეფე სულ სისხლის სრემლებით უცრემლია, ოთხივე საბრალო ლექსები უწერია, რა დროს ლექსიაო? მოუკვდა პატრონი ხმლით შემოადნილა, ერეკლე ბატონი ამას მოჰყოლია, ვაჰ დრონი, ჩემო თვალნათელო, ჩემო ფრთანათელო, ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო.
გებანაზი შემოდგომა და მეც სევდით ვეგეტარი. შეიცვალა ირგვლივ რაღაც, მაგრამ რა რომ ვერ ხვდება. ოქროს ფოთლებს ხეივნებში ფერხული აქვს როგორც ძველად. როგორც ძველად მთვარიანცას ღიმი უკრთის მიმზიდველად, როგორც ძველად ინიავქარი დასრიალებს ჩემს მახლობლად. ჭკნობის სუსხი ახლოვდება, მხოლოდ მე ვარ ეხლა ობლად. იყო ჩემთან იყო ის თვალები, ის ღიმილი, როგორც ჩორი მოჩვენება, ვიწმანება, ნაზი, ტკბილი, აღარ არის. გაზაფხულის ყვავილებთან ერთად მოკვდა და ეგ გულიც უჩვეულო დარტყა ეშნით ამიტოკდა. ფერმილეულ შემოდგომას მარტო ვეგებები ველოდები ნახულ სახეს და ლოდინში კვდები. ვარსკვლავ ჩუქი დაიცარა და განელდა მიმქრალ ცაში, ხოლოდ მთიებს ისევე აქვთ, იქ სინათლე და კაშკაში.
ვერცხლისა და ოქროს медали მოიგო. საგუნდო საზოგადოებაში ცნობილი ანსამბლი არსიანი. აში აპლოდისმენტები. ქართველების პოეტი, საქართველოს სახალხო პოეტი. წლევანდელ თბილისობაზე მას მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. ქართველების პოეტი თინათინ მღვდლიაშვილი. თქვენთან მეგობრებო, მე მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე რაც ეს სკოლა არსებობს, ყოველ შემთხვევაში ყოველთვის ვარ თქვენი სტუმარი, მოვდივარ დიდი სიყვარულით. ეხლა ცოტა რთული მდგომარეობა მაქვს, მხარი მაქვს მოტეხილი და კიდე სხვა პრობლემები მაქვს, მაგრამ არაფერთ არ შემეძლო უარი მამა მირიანიშვილის და ბობოდია ნანაშვილის, რადგან ისინი არიან 8 წლში საქართველოს წინაშე და ამიტომ მოვედი თქვენთან. წაგიკითხავთ ლექსს სამარეში რა ასვენებს საბას. ტანზიაში გამჭვირვალე ჰაერია თოვს და ფეხით მივუყვები სავალს. საქართველოს რომსვე ბედი აერია სამარეში რა ასვენებს საბას. ჰოი ბერი უფლის ხელით ანაგები თვალ ნათელი სულ ნათელი სათნო ოქროს კალმით მოხატული არაკებით ვერსად პოვა მოკავშირე სანდო ჰოი საბა დაღლილი და დაღვრემილი მამულისთვის ალესილი ხმალი საუკუნე ქოფაკივით ახრენილი ვით ავდარში ბორგნეული ქარი ჰოი გზები უმოწყალოდ ჩახერგილი საწუხარი ნახმლევით მწველი ქართლის ბედი ოსმალთაგან აჩეხილი ნასისხლარი ბროწეულის წვენი საჩივარი სპარსეთი და ოსმალეთი სადკივარი უსჯულოთა ომი გზები ძველი კონსტანტინოპოლი მარსელი და პარიზი და რომი გზაწვრილებზე გაწოლილი ჭრელი გველი ათასფერა დანაპირი ეჭვი ვატიკანში რომის პაპთან თეთრი ბერი საქართველოს უბედური ელჩი ჰოი საბა ნეტავი ვინ შეაჩვენა ვისთან შეკრა სახიფათო ზავი და არც კაცმა და არც ღმერთმა შეაჩერა წუთისოფლის ღვარცოფი და ზვავი მთები ზღვები როგორც ავი ბედის წერა იქით ლუი აქეთ მეფე ვახტანგ და დაჰყავდა სიტყვის მეფე ბედის მწერალს უცხო გზებზე და მეფეთა ტახტთან და ზადაგზა იქმნებოდა სიტყვის ყონა ისტორია უსაშველოდ მკაცრივით ოდესღაც გაყიდული კოხთა გორა უსამართლოდ დამეხილი კაცი ჰოი საბა აბი თვალთა სიმრუდისა ვით არც ბნელში
ზის ხივი და სივრცე და თუმცა შექმნა წიგნი სიბრძნესი ცრუისა არ წაადგა სოლომონის სიბრძნე ტანძიაში გამჭვირვალი ჰაერია რა აძინებს ქართლის ბებერ სარანს საქართველოს რომ სვებედი აერია სამარეში რა ასვენებს საბას
გადაივლის კიდევ ერთი ღამე აღსრულდება ისევ მავანთ ლოცვა შემოდგომა ჩამორეკავს ზარებს გამოკრთება ცაზე დიდი მთვარე გლეხი კაცი მისნასშობს და ნაჯაბს ჩახიღიდებს სევდიანად მოთქვამს უკვე იწყებს ეს ფოთლები ჩთოვას მალე უკვე ეს ზამთარიც მოვა გადახმება ეს ბალახიც მწარით და იწყება ყვავილების გლოვა შემოდგომის ნისლი ტირის მთებში ჭაღარას კი შემერია თმებში მომენატრე უსასრულოდ ცივა ელოდები ამ ჭადრებთან დილას გაფრინდება ეს ცხოვრებაც მალე თან წაიღებს რაც გამაჩნდა სრემლად გათენდება ისევ ბნელი ღამე აღსრულდება ისევ ჩემი ლოცვა ჩვენი ხელოვნების სკოლის მეგობარი ლეგენდარული გოგი ცაბაძის შვილი კომპოზიტორი კახა ცაბაძე იმყოფება ჩვენთან სტუმრად და შეაფასებს ჩვენი ხელოვნების სკოლის მოსწავლეთა შემოქმედებას დღევანდელ დღეს მე მახსოვს თბილისობა როცა დაფუძნდა მაშინ იყო ოქტომბრის ბოლო შაბათი და კვირა ასე იყო ხოლმე და ყოველთვის კაი ამინდი იყო და დღესაც რაღაცა ესეთი მშვენიერი დღე არის მერე გადაიტანეს მაგრამ მე ვთვლი რომ დღესასწაულია ყოველი ის დღე სადაც თქვენი ასეთი გახარებული სახეები ასეთი ნათელი მხიარული მომღიმარი და ხელოვნების ასეთ დონეს როდესაც აჩვენებთ იმიტომ რომ ეს არის სწორედ დღესასწაული მე მინდა მადლობა გადაუხადო რა თქმა უნდა მონაწილეებს პედაგოგებს მე ვიცი რომ ეს ფაქტიურად ჩათვალეთ რომ მოანგარო შრომაა მათი მხრიდან განსაკუთრებით მინდა დიდი მადლობა უთხრა მშობლებს იმიტომ რომ თქვენს გარეშე წარმოუდგენელია ბავშვების წისვლა და იცოდეთ რომ თქვენ ძალიან დიდ საქმეს უკეთებთ სულიერების თვალსაზრისით თქვენ შვილებს და დიდი მადლობა ჩემგან იმიტომ რომ ჩემი არც ერთი შვილი ჩემი მეუღლეც მუსიკოსი არც ერთი შვილი მუსიკას არ გაყვა იმიტომ ვერ მოვიცალეთ მათთვის და თქვენ ძალიან დიდი მადლობა რომ ასე უდგეხართ თქვენ შვილებს და ფაქტიურად ჩვენს მომავალს უდგეხართ ხარში ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი საღამოსთვის დღევანდელი დღესასწაულისთვის და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ რომ განსაკუთრებული
განსაკუთრებული დღე არის ნამდვილად, იმიტომ რომ რაღაცა ეს დიდი ხანია მეგობრობ ამ სკოლასთან და ნელ-ნელა ეტაპობრივად რაღაც სულ ახალ საფეხურზე ადის ეს სკოლა და გისურვებ სულ წინსვლას და გამარჯვებას.
დიდი მადლობა ყველას. პირველი ნაწილი დასრულებულია. მადლობას მოვახსენებთ ყველა სტუმრობისათვის. გადავინაცვლოთ პირველი კლასი გველოდება.